წიგნი, რომელზეც მინდა დღეს ვისაუბრო, არის ძალიან საინტერესო წიგნი და გარკვეულწილად გვიან შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიასაც იმეორებს გარკვეული თვალსაზრისით. ის უნიკალური გამოცემაა თავისი შინაარსითაც და მე ამ წიგნსაც საინტერესო ბედი ეწია, როგორც თავგადასავალი თავად ერთი გამოცემისა. საუბარი არის პირველ ქართულ სტამბაში დაბეჭდილ წიგნზე, რომელსაც ქვია აიათნი, ანუ იგივე ცოდნის წიგნი. ეს გამოცემა ვახტანგ მე-6-ემ საკუთარ სტამბაში დაბეჭდა და გამოიცა 1721 წელს, პრაქტიკულად იმ სტამბის ბოლო გამოცემაა. მოგეხსენებათ 1712 წელს ვახტანგ მე-6 იგივე ჩვენი ქართლის რჯულდებელი მეფე სპარსეთში გაიწვიეს და გარკვეული პოლიტიკური თვალსაზრისით. სწორედ იქ სპარსულ ენაზე აღმოაჩინა ხელნაწერი ძალიან საინტერესო, რომელიც ეხებოდა მაშინდელ ცოდნას სპარსეთში და ასევე არსებობს ამ ხელნაწერის არაბული ვარიანტიც, ციურ სხეულებზე, სამყაროს შესახებ, კოსმოსურ გავლენებზე და ძალიან საინტერესო წიგნი იყო თავისი შინაარსით. სწორედ ეს წიგნი თარგმნა ვახტანგ მე-6-ემ და წამოიღო მისი თარგმნილი ვარიანტი საქართველოში და სწორედ უკვე 1721 წელს საკუთარ სტამბაში გამოსცა. თუმცა წიგნი არ იყო ბოლომდე შევსებული. სტამბაში როგორც ჩანს აღმოჩნდა გარკვეული ხარვეზი და წიგნის რამდენიმე ფურცელი სრული ტირაჟის რამდენიმე ფურცელი იყო მთლიანად დაუბეჭდავი, ანუ ცარიელი ფურცლები. რაზეც სტამბის თანამშრომლებმა ვახტანგ მე-6-ის სტამბის თანამშრომლებზე საუბარი საკუთარი ხელით მოხატეს და მიამსგავსეს ამა თუ იმ ციურ სხეულს და ძალიან საინტერესო იყო. თავად წიგნს წინ უძღვის ჩვენი რჯულდებელი მეფის ვახტანგ მე-6-ის წინასიტყვაობა, სადაც იგი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნის ქართულად გამოცემა, რათა ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ცოდნა სამყაროს შესახებო და სწორედ ეს ის გამოცემა, რომელიც პირველი ნაბეჭდი გამოცემა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე. ის მოგვიანო პერიოდში სპარსულად დაიბეჭდა, თუმცა მანამდე არაბულად და სპარსულად იყო მხოლოდ ხელნაწერი. და იმ ხელნაწერის ორიგინალი ისევ სპარსეთში დარჩა. უბრალოდ ქართული ვარიანტი წამოიღო ქართლის მეფემ საქართველოში. მოგეხსენებათ 1721 წლის შემდეგ ძალიან მალე ვახტანგ მე-6-ს ქართლში შექმნილი და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოუწია ქვეყნის დატოვება და რუსეთში წავიდა სწავლულ კაცთა დასთან ერთად. და წიგნის ტირაჟის, ამ გამოცემის ტირაჟის გარკვეული ნაწილი რუსეთში წაიღო. თუმცა აღმოჩნდა ეს წიგნი ასევე კერძო კოლექციებში, წიგნი გაიყიდა იმ თავითვე, იმიტომ რომ გარკვეულ ხელნაწერებში იხსენება, რომ წიგნი კერძო მფლობელებშია და მოგვიანო პერიოდში უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს ის აღმოჩენილია ერეკლე მეორის სტამბის წიგნებთან ერთად კერძო კოლექციაში. სწორედ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში, მაშინ საჯარო ბიბლიოთეკაში უკვე საბჭოთა პერიოდში. და გარდა ამისა კიდევ ერთი ცალი არსებობდა, ერთი ეგზემპლარი, რომელიც განსხვავებულია ამ გამოცემისგან, რომელიც აღმოჩნდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკაში. და მოგეხსენებათ, რომ 1927 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა. ხოლო მისი ფონდის დიდი ნაწილი მაშინდელ საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა, ანუ დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. დღეს ეს წიგნები ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმშია დაცული და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს. სამეცნიერო თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ ეს წიგნები არ შესწავლილა, მისი შინაარსი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა როგორც განსხვავებული და გამონაკლისი ცალი, ის გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენს ფონდში. იმიტომ რომ პრაქტიკულად თითოეულ ეგზემპლარს აქვს თავისი ისტორია, მფლობელებს გულისხმობ და შემდეგ რა გზა გაიარა, რომ მოხვედრილიყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, რომ რუსეთშიც ინახება კერძო კოლექციაში სწორედ ამ ტირაჟის რამდენიმე ეგზემპლარი. თუმცა ჯერ ჩვენთვის უცნობია იმ ხანად, ანუ 1721 წელს საერთო ჯამში რამდენი ცალი დაიბეჭდა. წიგნს მითითება არ აქვს ტირაჟის შესახებ და არც ერთ წერილობის წყაროში არ ხვდება ან ისტორიულ დოკუმენტში იმ თავით რამდენი ცალი დაიბეჭდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ წიგნის გამოცემა იმ პერიოდში
ძალიან დიდი სამეცნიერო მიღწევა იყო და საინტერესო გადაწყვეტილება თავად ვახტანგ მეექვსის მიერ, რომ საქართველოში ქართულ ენაზე მკითხველ ადამიანებს ქონოდათ ძალიან საინტერესო ინფორმაცია, თუნდაც არაბებისა და სპარსელების დაკვირვებები ციურ სხეულებზე სამყაროს შესახებ და ამ საკითხს, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას აქცევდნენ.